დილამშვიდობის გოგოებო, ჩემო სიხარულებო, როგორ ხართ? დღეს გუშინაც წავიკითხე კომენტარები გუშინ დილის ვიდეოზე და დღესაც ეხლაც გამოვაქვეყნე. არ ვიცი უბრალოდ რა გითხრათ. უღრმესი მადლობა თქვენ თანადგომისთვის, სიყვარულისთვის, ერთგულებისთვის. ძალიან დიდი მადლობა გოგოებო, სად უნდა წავიდე უბრალოდ, როცა ადამიანებს ესე უყვარხარ, როცა ესე გელოდებიან და ამდენი ერთგული ადამიანი მყავს მე ჩემ არხზე. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა გოგოებო, რომ ხედავთ. მიხარია, ეს ძალიან მიხარია. სწორედ ამ სიყვარულისთვის აუცილებლად მე გავაგრძელებ ჩემ არხს. ყოველდღე მოვა თქვენთან. სულ ყოველთვის. ძალიან გამახარეთ და კიდევ ერთხელ დავინახე, რომ ეს ყველაფერი, რასაც მე ვაკეთებ, ფასდება და ამ ყველაფრის გაგრძელება ნამდვილად ღირს, ნამდვილად და მე სულ იქნები თქვენთან. კი, ნამდვილად ვიფიქრე ეგ გუშინ წინ საღამოს ვფიქრობდი მაგაზე, უკვე სერიოზულად რა უნდა გამეგრძელებინა თუ არა და მე მაშინვე მივხვდი მაგას, რომ უნდა გამეგრძელებინა, სანამ ვიდეოს ჩავწერდი. იმიტომ რომ მიყვარს ძალიან ეს ყველაფერი. ადვილი არ არის გოგოებო, მე მაქვს ძალიან ძლიერი ფსიქიკა. უძლიერესი, ეს ექიმაც მითხრა მე, რომ ეს ასია და მეც ვიცი ეს ყველაფერი საკუთარ თავზე. კარგად არავინ არ გვიცნობს და ვიცი. მაგრამ ზოგჯერ მაინც ძნელია ხოლმე ჩვენი საქმის ჩვენ საქმეში რა დაბრკოლებებიც გვხდება ადამიანს, ამის გადალახვა, ჩემთვისაც კი. მიუხედავად იმისა, რომ მე ვიცი, რომ მაქვს ძალიან ძლიერი ფსიქიკა. მაინც არის ხოლმე ზოგჯერ ეს რთული. განსაკუთრებით მე იცით რა მიჭირს. განსაკუთრებით ის მიჭირს, ჩემ ოჯახის წევრებს თუ ეხებიან. ეს მიჭირს განსაკუთრებით. ჩემზე არა, იმდენად. მაგრამ თუ ჩემ ოჯახის წევრებს ეხებიან, ეს მიჭირს ხოლმე. მაგრამ აბსოლუტურად ყველა ადამიანი მადლობა უფალს რო ხედავს. თეთრს და შავს. ყველა ხედავს გოგო. ისინიც კი ზოგჯერ ვინც ცუც წერე. მე გუშინაც ვთქვი, რომ მე ჩემ არხზე ვარ პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, ჩემ არხზე. ჩემთან რა ხდება, ხო? ჩემ კომენტარებში რა ხდება, ვაჭორავებ თუ არა ხალხს და რა თქმა უნდა არ ვაჭორავებ. რა თქმა უნდა არ ვაჭორავებ მე ხალხს. შეიძლება ვიღაცამ თავისი აზრი გამოთქვას, მაგრამ
იქ რომ მე კომენტარებში მე ადამიანები ვაჭორავო, ეს არის გამორიცხული. ეს არის გამორიცხული, არასოდეს არ მიქნია ეგეთი რაღაც. შეიძლება გამომიქვეყნებია რაღაცა კომენტარი იმისთვის რომ პასუხი გამიცია, ან ვიდეოში უნდა მესაუბრა ამ თემაზე, მაგრამ ის რომ მე კომენტარებში ვაჭორავო მე თუნდაც სხვა ადამიანზე, ან ჩემზე, არც ჩემ ოჯახზე არ ვაჭორავებ მე ხალხს და არც სხვაზე. მე ჩემ თავზე ვარ პასუხისმგებელი, ჩემ არხზე ვარ პასუხისმგებელი გოგოები. რაც შეეხება ახლა იმას, რომ სხვაგან რა იწერება, მე მგონი, რომ ამას თვითონ წერენ ხოლმე რა. თვითონ წერენ ხოლმე ადამიანები, აქ ეს დაიწერა, აქ ეს დაიწერა და მე მგონი, რომ ამაზე მე მეორედ აღარ დავკარგავ დროს და აღარაფერს აღარ ვიტყვი. ესეც გზრდის. კიდევ ამბობ, მე ჩემ არხზე ვარ პასუხისმგებელი. და ძალიან გთხოვთ, ნუც მომწერთ, იმიტომ რომ მე სიმართლე რო გითხრათ, გოგოებო, არ ვუყურებ და არც ვიცი სად რა იწერება. განა იმიტომ არ ვუყურებ, რომ ვიღაცა ცუდია და ვიღაცა არ მომწონს და მაგას როგორ ვუყურო, მაგიტო კი არა. არც მაქვს მაგისით, რომ მე თვითონ ვიღებ ორ ვიდეოს დღეში, ვამონტაჟებ. ამ ყველაფერს დრო უნდა, სახლში საქმე მაქვს. მათე მიიყვანე, მოიყვანე საჭმელი, ხომ ხედავთ. დატვირთული ვარ, მარტო ვარ და მარტო ვუძღვები მე არავინ არ მეხმარება. ჩემი ოჯახის გარდა, ჩემი მეუღლის გარდა და არ მაქვს მაგისით, რომ და ყოველთვის ვიგებ ხოლმე სხვისგან. რა დაიწერა ჩემზე სხვაგან. და ანუ ნუც მომწერთ, ვერც გავიგებ. ჩემო სიხარულებო და რომც მომივიდეს ხმა, აი ამის შემდეგ, მე დროს ამ ყველაფერს აღარ დავუთმობ დროს, იმიტომ რომ ხალხი ძალიან კარგად ხვდება, ვინ რა და როგორ. ძალიან კარგად ხვდება. როცა სერიოზულად მატკინეს გული, მაშინ არ მიჭორავებია მე ხალხი, გოგოები. მაშინ. და მით უმეტეს ახლა ვისთან რა იწერება, თუნდაც ჩემზე, ეგ ყველამ თავის არხს მიხედავს. ერთი სიტყვით აი ესია. ეხლა მე ფეილი არა მაქვს. გუშინ ხო არ იყო წყალი. მთელი დღეს მოვიდა. აუ დღეს აღარ მომდის SMS-ი, ალბათ მთელი დღე იქნება, გუშინის მოვიტანე 6 ლიტრიანი. თან მჭირდებოდა ეს, რომ გავავსო ხოლმე. ესენიც ხო მაქვს, ესენიც გასავსები მაქვს ხოლმე. ხათმოთ გამარა ნახეთ როგორ მაშვება ეს. და ამაში ჯერ არის წყალი ის, რომელიც ვიყიდე და მე ავავსებ. წვიმს გარეთ ქოლგას ვეღარ ყვაურობ, ჩემ ქოლგას გოგოებო, თუ დავკარგე ისე მენანება, აი არ ვიცი რა, ვერ გეტყვით,
ვეღარ პოულობ და სად არის შეება სადმე დამჩან არ ვიცი წვიმ სიხლა მაგრამ უნდა გავიდი ვერი არა მაქვს რაღაცეების ყიდვა მინდა გოგოებო ქარითიც რა ამბავია ზამთარი დაბრუნდა ჩვეულებრივად ქარი ცივი ისეთი ცივი ქარია წვიმიანი ამინდი იწვიმა როგორც ჩანს მთელი ღამე ახლა აღარ წვიმდა მაგრამ ძალიან ცივა რა აი ძალიან ეს კურტკა მეცვა და არ ვიცი რა ზამთარში არ ცივა ხოლმე ზოგჯერ ისეთი ცივი ამინდი არის ვიყიდე რა ვიცი რაც მინდოდა ეს მოვიტანე კვერცხი ჰეი არ ვიყიდე ის რატო ბოლოს ვიყიდე გამომელილა იყო მაგრამ ადრე რომ მართლა ლიმონის სუნი ქონდა ხომ ეგეთი სუნი გია რაღაცნაირი სპეციფიკური საშინელი სუნი აქვს ისე ეს ვიყიდე ვიყიდე ეს ვიყიდე კიდე ნამწვარი მე მგონი ეს არის ჯემით ფორთოხლის ჯემით ჩვენის გარეშე არ მოხვიდეს სახლშიო მათემ დავაბარა ჯემი შაქარი გოგოებო არა მქონდა შაქარი გამომელია და ყურიკი ესე ყურიკი და ახლა მე დავჭრი ამბის ხო კიდე კარტოფილიც ვიყიდე არ ვიცი ამ კარტოფილიც რავი რა გავაკეთო აქ ცოტა იყიდე სუპი კი არა უფთა გუშინ გავაკეთე ძალიან გემრიელად მე ერთვეს აი ძალიან გემრიელად და მოწონა ეს სხვანაირები მიყიდია ეს სხვანაირია მე სხვანაირი მე მგონი ეს პატარა ცოტა ეხლა რადგან დამჩა გასარიც ეგენი უნდა გავრეცო ჯერჯერობით მე ასეთ წლებსაც ჯერ გავრეცხო ჭურჭელს და მინდა კიდე იცით ხალავ მოვალ კვერცხი შემოწავე ხლა მიგას პატარას რა უნდა ვიცი შაქარი უნდა ჩავყარო აქ გავრეცხეთ ეხლა შიგნიდან უკვე ისი გასარეცხი ალბათ სულკოვსაც შიგნით ყოფე სულკოვს და იმიტომ შაქარი იყო მიმხმარი გვერდებს დღეს კარგად უნდა დავალაგო ეხლა წყალი რომ მოვიდა სარეცხის მანქანაც ჩართული მქონდა იმიტომ გუშინ ვერ ჩავშთე და ახლა მაგას პირველ რიგში მაგას გავთვი რა მორჩა გაჩვდა კარგად გავწმინდე ძალიან მიჭამია თუ ყოველდღე 3 საათი დაიწყო მქონე თუ 2 მე ვეჩვე მე უკვე არაფერი არ მომდის ეს მაგრამ
ხო არ შეიძლება. აბა როგორ შეიძლება? 2 საათია. ზუსტად 2 საათი. აქ მაგ გუშინდელი პური და ეს ჯობია, ხო, საჭმელად. ხამე დავჭი. Dana minda stomeli ais. Sei dopo una gara di scuola in scala კიდე შეიძლება გარეშე, როგორც შეიძლება რომ გარეცხო მეგობრებო. მათეს ფეხმძიმობის დროს მე დამემართა ალერგია მწვავეებს და ექიმა მითხრა რომ არ გარეცხო ფეირითო, არანაირი ჟელი არ გამოიყენო, იმითი გარეცხო. ჩვეულებრივ თვით გარეცხო, ცხიმიანთებში მე რა მოხდაო რა, ცხიმია რა მოხდაო მე. ჩვეულებრივი წყლით გარეცხო თებშიო. თბილი წყლითო, არაფერი არ უნდაო. უშავსო. იცი როგორ არ მიყვარს, ვარავ ჩანვარ ხოლმე, გოგოებო, რაღაცას რო ვაკეთებ, საინტერესო არის მაშინ რომ ჩანხარ და ეს კამერა კიდე სხვანაირად აქნაირად დაყენებული. კიდე უნდა დავწიო. პრინციპში რატო არ წევ დაბლა არ ვიცი, მაგრამ რატო მაქვს ხოლმე დაყენებული. მაინც ხო ესეც ხო ჩანვარა რა. ასე უნდა იყოს კამერა. ახლა რაც ამოვდივარ მაგიტო მე აღარ ჩანვარ და მაგიტო მაქვს ხო. დიახლეს ურე დაგავხუხოთ გახუხული არის ძალიან გემრიელი შაქარი დავამატე. მე ავას. ხოდა ამა დავიეთ. 2 საათზე დღისა. დღისოსაც 2 საათზე. ვიღოთ დავიოთ ყავა. ვერვარებული ლეფან ყველა და რა ვქნა ვიცი ყავა. გემრიელია. ვა. მიტანეუბნება რატომ მოიტანე და ეს არ არის გემრიელი და ძალიან გემრიელია ეს ნამსხარი, როგორ არ არის გემრიელი. ძალიან გემრიელია. ჯემი აქვს გარდვის და არის გემრიელესი. აი რა ძალიან მოხდა. მოვასწარი.
მოვასწავლო კარგად მომივიდე. ესე თიცხელი არ მინდა ყოყოროს რომ შეფილდეს ეგ. დავუწყოთ ხაპურის დაჭერა. ხოე. ალბათ ამას ეძახია ხოლმე, ხო? ნასესხებიაო თუ მე ეკიდია ხოლმე. მე ბევრჯერაც ივდება. ვერ გამოძვევთ ჯერ. ზამთარია ჩვეულებრივად გარეთ. არის ზამთარი. ვერ ვიგძენეთ ჯერ ჩვენ გაზაფხული. აპრილი. და მაისის ნახევარიც. აი მე იქნება კაი. რა დარჩა. გავიდა. და ეგ არის. ისო ჩემო. მე მალე გადის გოგოებო ზაფხული. რაც გვიყვარს ძალიან. თელი. არც რა თელი. 8 თვე არის ზამთარი. 8 თვე ზამთარი. საფხური კიდე ძალიან ცოტა ხანია. სექტემბრის შუა რიცხვებიდან ხოლმე უკვე ცივა. ცივა ხოლმე უკვე, მაგრამ იმდენად მოსაბეზრებელია ხოლმე ძალიან სიცხე. ხო გახსოვთ. მე მიყვარს ძალიან. ძალიან მაგრა როცხელა ეგეც მიყვარს. და ადამიანების არ ვიცი 80% მაინც ვერ უძლებს ხოლმე მაგ სიცხეებს. მე ვუძლებ. ადრე არ მიყვარდა ხოლმე რა, აი ნიკასტორი რო ვიყავი. ეხლა ძალიან მიყვარს. იმდენი ფული რომ მქონდეს რომ ზამთარი გავატარო ხოლმე ისეთ ქვეყანაში სადაც თბია ბედნიერი ვიქნები იმიტომ რომ მიყვარს ძალიან სიტყვა ბაკურიაში წასვლა გუდაუში იმიტომ დიდად არ მიზიდავს და თან კიდე ვიზრებ ხოლმე იცით რა ზამთარში ვარ მე დაბადებული. ზაფხული უფრო მიყვარს. დეკემბერში. ჩემი ძმები აპრილში და მე დეკემბერში. ისეთი რბილია. შევჭავდებ და ცოტა რომ მომაგრდება აი მაშინ დავჭერ. ძალიან დიდია ვეუჭრია ეს. ავეცი ხარ გოგო მიყვარხართ ძალიან კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უღრმესი თქვენ კომენტარებისთვის. რომელშიც გამოხატეთ ძალიან დიდი სიტყვა და мотивация მომეცით რომ კიდე უფრო მეტი ხალისით გავაგრძელო ჩემი საქმე მიყვარხართ ძალიან გულში ყველა